ბატონო გიორგი. ახდა ყველაფერი რაც თქვა გიორგი ბარკალაიამ თამაშ დასწრებში. ისეა უხდა ყველაფერი. მე ურჩევდი რომ არა იყოს ვერაფერი. თქვენ ურჩევთ ყველას. ფოფხაძესაც, ფრუიძესაც ხო? გასაგები. თქვენი პოზიცია გასაგები. ბატონო გიორგი. აი ესეთი მძიმე დაძაბული თამაშის შემდეგ ანგარიში არის 5-5, თქვენ 6-5 ხელს არ გაძლევთ. იმიტომ 6-4 აქვს მოგებული ბარკალაიას და თქვენი ვერდიქტი გითხარით. გინდათ თუ არა გადამწყვეტი მაგის შემიძლია უბრალოდ გავაკეთო. გადამწყვეტ რაუნდს ითამაშებს მარტო გიორგი ბაჩრაძე. გავანულოთ ანგარიში მონიტორზე, შემახედეთ 0-0 დასვით ანგარიში. თამაშობს გიორგი ბაქრაძე, მარტო ტელემაყურებლის წინააღმდეგ, სწორი პასუხი და 6-0, არასწორი პასუხი 0-6. ეს ნიშნავს ბატონო გიორგი ბოლო ადგილსაც გაისად მიმდინარე რეიტინგში. იცით ხო? დიახ. მე-11 რაუნდი. ბატონო გიორგი ბაქრაძე. ასე კი დაგვრჩა. მაგიდაზე დარჩა გაუთამაშებელი. შეკითხვა მოსკოვიდან, რომელიც ეკუთვნის პროფესორ აზა იოსელიანს და შეკითხვა ყვარლის რაიონის სოფელ ენისელიდან, რომელიც ეკუთვნის თელავის უნივერსიტეტის სტუდენტს გიორგი ხოსროშვილს. ყვარლის შეკითხვას ხოჩეს არ გათამაშდა წინა 4 შაბათსაც ბარკალაიას თამაშდა. დარჩა მაგიდაზე გაუთამაშა. იმედი ეხაც არ გათამაშა. ყვარელი თუ მოსკოვი, ბატონ გიორგი. ნახოთ. მოსკოვი. მოსკოვი. პირველად ნახე რომ ადამიანს ასე გაუხარდა მოსკოვი ამ ბოლო დროს. აზა იოსელიანი პროფესორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი მოსკოვიდან ჩვენი თანამემამულე ითამაშებს გიორგი ბაქრაძის წინააღმდეგ. ბატონო წავყვანო. დიახ. ჩვენ წუთი გვაქვს. გაქვთ წუთი, დიახ. გაქვთ წუთი, გაქვთ. ნამდვილად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ოღონდ კონსულტაციას ვერავითან ვერ გაივლით. მხოლოდ ჩემთან, ბატონო. დიახ. ყურადღება შეკითხვა. კითხვის ავტორი წერს. მამა ჩემი დიდი გამოცდილების მქონე მესტიის რაიონში კარგად ცნობილი მონადირე იყო. ერთ ზამთარს თეთნულდის წინა კალთებზე სანადიროდ წასულს, სულ ახლოს სათოფე მანძილზე ჩაუარა ჯიხვების ჯოგმა. მაგრამ გამოცდილმა მონადირემ მათ არ ესროლა და ამას ჰქონდა სერიოზული მიზეზი. ყურადღება შეკითხვა. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს მიზეზი, რომელიც დასტურდება მრავალი წყაროთი. ბატონო წამყვანო, უკეთეს მე ალბათ ვერაფერს ვერ მოვიფიქრე. წუთი გაქვთ დამატებით ვიცი რომ გიორგი. აქ. ანუ არ ელოდებით არაფერს, პირდაპირ პასუხობთ რისტო. მკითხეთ ვერსია თუ იყო. კარგი, ვიფიქრებ, მაგრამ არა მგონია რამე ახალი მოვიფიქრო წუთის განმავლობაში. იფიქრებთ თუ არ იფიქრებთ? ვიფიქრებ. ეთილი. ხო, როგორც ვიბარაოდი, უკეთეს ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. ზამთარში თოფის გასროლამ შეიძლება ზვავი გამოიწვიოს. ეს არის ძალიან დიდი საშიშროება. მე ვიცი არ მარტო გადმოცემით, მამა ჩემი ალპინისტი იყო და მიყვებოდა ეგეთ რაღაცებს. ზამთარში მან იმიტომ არ ესროლა, რომ ეშინოდა ზვავის. აჰა. ფერდობზე იყვნენ, კან. 6-0 მოიგეთ.
სროლის ხმის ექოს შეეძლო გამოეწვია რეზონანსი და კლდიდან ზვავის მოწყვეტა, რითაც მონადირის სიცოცხლე საფრთხე შეექმნებოდა. ეს არის მთაში კარგად ცნობილი გამოცდილება. გიორგი ბაქრაძემ გააკეთა საბოლოო თამაში. 6-0 დასვა. აი დღეს გამარჯვებული მოაზროვნეები. თამარ კორახაშვილი, მიხეილ ბრეგვაძე, დღევანდელ თამაშის გმირი გიგა კვერენჭხილაძე, გიორგი ბაქრაძე, ლევან ჩხეიძე და გუნდის კაპიტანი გედევან ფოფხაძე. ზამთრის სერიის მესამე თამაში მოაზროვნეებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 6-0.